ვარ გარკვეულ გზაგასაყარზე. ამიტომაც არის რომ ნაკლები აქვს ქუჩაში ხალხი, რომ გარკვეული პოლიტიკური სიცხადე აკლია, თუ რა ტიპის ბრძოლაში ვართ ჩვენ. მე როგორც მივხვდი, შენი შიმშილობა უფრო მიმართული არის ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად და მათი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ვიდრე ხელისუფლების. მე არ მინდა შანტაჟის ენით ველაპარაკო არავის ოპოზიციაში. სიცხადე მინდა რომ საზოგადოებაში იყოს სიცხადე, თუ რამეს მოვითხოვ ოპოზიციისგან, ეხლა ეს არის სიცხადე. თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვიან რომ არ მივდივართ არჩევნებზე შეწყვეტ შიმშილობას. კი. ხელისუფლებისადმი ამ შიმშილობას მოთხოვნა არ აქვს. არანაირი. იმიტომ ხელისუფლება არ არსებობს. პროტესტმა არაფერი არ მოიტანა და არ გამოვა ქუჩიდან არაფერი, არის კაპიტულაცია. და ეს კაპიტულაცია არ გამოუცხადებია არც ერთ პოლიტპატიმარს. და ეხლა გადაწყვეტა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადოს ეს კაპიტულაცია. პოლიტიკოსი, რომელმაც ჩაიქნია ხელი, უნდა წავიდეს სახლში. გავწდით ჩვენ იმ სტადიას, სადაც არჩევნებზე ხდებოდა მანიპულაცია. მათ გააუქმეს არჩევნები მთელი თავისი არსი. ხო, როგორ გონია, ხელისუფლებას უნდა რომ მიიღოს ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში. კატასტროფულად უნდა და ამის ძალიან ბევრი. მაშინ თუ კითხვა შემოდის, მაშინ რატო დაიჭირა ლელოს ლიდერები? ეს პირველი ნიშნებია იმისა, რომ მათ შიგნითაც ეს რყევები არის ძალიან ხელშესახები. ეს რყევები არ არის მათი ჩამოშლა ჯერ, მაგრამ ეს რყევები ნამდვილად ასე. როგორ გონია, გამოვა ისე ხალხი? აუცილებლად. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. როგორც ხედავთ, ჩვენ დღეს პარლამენტის შენობის წინ ვიმყოფებით და ინტერვიუსაც აქ ჩავწერთ, რადგან სწორედ აქ შიმშილობს ელენე ხოშტარია, რომელმაც პარასკევს საღამოს გამოაცხადა შიმშილობა. დღეს შაბათია 28 ივნისი, როდესაც გადაცემა იწერება და უკვე ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა დაიწყო, მას გუშინვე შეუერთდა გედი ფოფხაძე და ისიც მასთან ერთად შიმშილობს. ბოლო ინტერვიუ, რომელიც ელენე ხოშტარიასთან ჩვენ ჩავწერეთ, ისიც შიმშილობის პროცესში იყო, მაშინ ელენე ხოშტარია პარლამენტის შიგნით მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ მისმა შიმშილობამ გარკვეული შედეგი გამოიღო და სააკაშვილი საავადმყოფოში მართლაც გადაიყვანეს. ნახოთ, ახლა რა მოთხოვნები აქვს ელენე ხოშტარიას და როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მოგესალმები ელენე, მადლობა რომ დავთანხმდი ინტერვიუს. მე მგონი ბოლო ინტერვიუ ამ გადაცემაში, რომელიც ჩვენთან ჩავწერე, ისიც იყო შიმშილობა, მაშინ სააკაშვილის თემაზე შიმშილობდი იქ პარლამენტის შენობაში. ნუ ეხლა პარლამენტის წევრი აღარ ახარ და აღარ პარლამენტის გარეთ. ამჯერად რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვეტე რომ ასეთი უკიდურესი ფორმისთვის მიგემართ? პირველ რიგში ძალიან კარგად მესმის, რომ აბსოლუტურად არ არის არც ასურველი, არც ასიამოვნო, არც კარგი, არც საზოგადოებისთვის, არც ჩემთვის ბუნებრივია. მაგრამ და არცებითად განსხვავებულია წინა შიმშილობის კონტექსტიდან, იმიტომ რომ მაშინ ეს შიმშილობა მიემართებოდა ხელისუფლებას, ზეწოლის საშუალება იყო ხელისუფლების მიმართ, რომ უბრალოდ ჰუმანურად მოქცეოდნენ ადამიანს. დღეს ხელისუფლებასთან მიმართებაში აბსურდი არის საერთოდ რამეზე ლაპარაკი. მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ ის ხალხი, ვინც ვიგდით, ხო, ყველა პროდასავლური ოპოზიცია და არა მხოლოდ ოპოზიცია, პროდასავლური ფლანგი ვართ გარკვეულ გზაგასაყარზე. ამიტომაც არის რომ ნაკლები აქვს ქუჩაში ხალხი, რომ გარკვეული პოლიტიკური სიცხადე აკლია, თუ რა ტიპის ბრძოლაში ვართ ჩვენ. ეხლა რა უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ თუ ხვალ მიდის და არჩევნებისთვის უნდა ემზადოს, მაშინ აბსოლუტურად სხვა ტიპის ქცევას თავაზობ ჩვენ მას და თუ პირიქით მან უნდა აჩვენოს, რომ ეს არჩევნები არ არის და ეს არის ყალბი რუსული ტიპის არჩევნები, მაშინ სულ სხვა ტიპის ქცევაა, ხო? და ამაში თან თუ არ ვიქნებით ერთიანები, ძლიერები, ცხადები და მტკიცეები, ეს გახლით რომ აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, მე არავის ყველასთან ვაფიქსირებ პატივისცემას, მამუკასთან, ბადრისთან, ჯერა მათი გულწრფელობის, სალომე ზურაბიშვილთან, ისინი ყველანი თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაგრამ მე მინდოდა რომ ძალიან ხმამაღლა მათ შორის საზოგადოებისთვის და მათთვისაც მეთქვა, რომ მე მჯერა და თავს გადავდებ იმ ტიპის ბრძოლისთვის, სადაც ჩვენ ვიქნებით პირველი ერთიანი, მეორე გვექნება ნულოვანი თანამშრომლობა ამ რეჟიმთან. და ეს არის არა ემოცია და ანუ თავს არჩევნებს შენ აღიქვამ როგორც თანამშრომელი. რა თქმა უნდა, არჩევნები ეს არის. იმიტომ რომ ლელო და ამბობს რომ ეს არის ბრძოლა პირიქით, ბრძოლაში შეასრულა. ხო, აი მე გეტყვით როგორ ხედავ ამ ბრძოლას, იმიტომ რომ არჩევნები თქვა რუსეთში სტარდება, ხო, მაგრამ აზრს შინაარსისგან დაცლილი აბსოლუტურად. როდესაც შენ მიდიხარ ცესკოს მიმართავ კომისიის წევრებს, აღიარებ კომისიის წევრად, მათ მოწყობილ ორგანიზებულ უბანზე მიდიხარ
და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ კიდევ გჯერა არჩევნების როგორც ინსტიტუტის. მე ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ 26-ში ხმამაღლა გითხრეს, რომ არანაირი ინსტიტუტი არჩევნებს არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს რამდენიმე პრინციპის გარშემო. პირველი ეს არის ნულოვანი თანამშრომლობა, რომელიც არ მიცემს საშუალებას მოქმედების არეალს შეუზღუდავს ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია დელეგიტიმაციის. მე აქ მხოლოდ ფიზიკურ ჩაშლავზე არ ვლაპარაკობ. ლეგიტიმაცია მოიპოვება ხალხის რწმენით, ხო არჩევნების პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ხვალიდანვე უნდა შევჯერდეთ და დავიწყოთ მუშაობა მთელ საქართველოში იმის ახსნით, რომ დავარქმევინებთ არჩევნებს იმას, მივცემთ საშუალებას, რომ ოცნებამ არჩევნები დაარქვას იმას, რაც არ არის თავისი არსით არჩევნები. შესაბამისად, სამუშაო აქ ძალიან ბევრია. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა. დღეს, როდესაც საზღვარგარეთ ჩვენ იძახი, რომ ესენი არ არიან ლეგიტიმურები, ჩვენ უნდა ანახო, ვინ არის ლეგიტიმური, რა არის ეს ლეგიტიმაცია. ხო, ქონდა ეს როლი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი არის ამ ლეგიტიმაციის უდიდესი ნაწილი, ოღონდ არასრული, იმიტომ რომ მას არჩევნებზე მიღებული მანდატი, ასე ვთქვათ, არ აქვს, ხო, ტექნიკურად. ამიტომ ამ ლეგიტიმური ალტერნატივის ფორმა ეს არის პოლიტიკური პარტიები პლუს სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, რომელიც მე ფუნქციებს გაინაწილებს, იმუშავებს და ასე შემდეგ. და შემდეგი ეს არის პროტესტის ინტენსივობის და მასშტაბის გაზრდა. იმიტომ რომ მე არ გულისხმობ, რომ პროტესტი ის რომ ამდენი ხანი გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც იქნება პოლიტიკური სიცხადე, იქნება ეს კამპანია ამ არჩევნების წინააღმდეგ, მათ შორის ბუნებრივია, რომ ადამიანებს მიეცემათ კონკრეტული ფუნქცია. აი ამ რამდენიმე მიმართულებით ხედავ მე ოპოზიციის მუშაობას. მე როგორც მივხვდი, შენი შიმშილობა უფრო მიმართული არის ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად და მათი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ვიდრე ხელისუფლების. მე არ მინდა შანტაჟის ენით ველაპარაკო არავის ოპოზიციაში, იმიტომ რომ მე მათ კიდევ ერთხელ თანამებრძოლებად მივიჩნევ, ამიტომ საბოლოო ჯამში ყველა თავად იღებს გადაწყვეტილებას, ჩემი რაღაცა ჯანმრთელობის გამო მიიღეთ გადაწყვეტილება ეს არასწორია, მაგრამ სიცხადე მინდა რომ საზოგადოებაში იყოს, სიცხადე, აი თუ რამეს მოვითხოვ ოპოზიციისგან, ეხლა ეს არის სიცხადე. ასეთი ან ისეთი, იმიტომ რომ აი ეს ამ სიცხადეში არ ყოფნა აძლევს ძალიან დიდ სივრცეს ქართულ ოცნების, რომ ხალხის პინებიც არეული იყოს და ზოგადად სიტუაციაც არეული იყოს. ხო, ანუ როგორც მივხვდი, ეს არჩევნების თემაზე ვერ გადაწყვეტა და გაყოფა პოზიციის გახდა ერთ-ერთი ტრიგერი იმის რომ შენ აქ შიმშილობა. ოღონდ არა იმიტომ რომ ვინმე რამეზე ვაიძულო, არასწორია იძულება, არამედ იმიტომ რომ ხალხმა დაინახოს რომ არსებობს ასეთი გზა არ თანამშრომლობის, თავგანწირვის, პრინციპულობის, არ შეგუების, არ აღიარების ერთიანად ბრძოლის. მაშინ აქ ლოგიკური კითხვა შეიძლება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვიან რომ არ მივდივართ არჩევნებზე შეწყვეტ შიმშილობას. კი. თუ ეს სიცხადე ჩამოყალიბდება და მე არ ვამბობ რომ ეს სიცხადე ზუსტად მე როგორც ვამბობ ისეთი უნდა იყოს. პუნქტები თუ ზუსტად რა ტიპის ბრძოლა უნდა იყოს, შეიძლება გამდიდრდეს. უბრალოდ მე საზოგადოებას ვაცნობ ჩემ ხედვას როგორ ვიბრძოლოთ და თუ ამ ხედვაზე ჩვენ ყველა ჩამოვყალიბდებით ერთიანად, თუნდაც კორექტირებს შევიტან, რა თქმა უნდა, ფორმებში, ჩემ ჭკუაზე კი არ უნდა იარონ, მაგრამ თუ პრინციპულად შევთანხმდებით აი ამ ნულოვან თანამშრომლობაზე, არ შეგუებაზე, არ აღიარებაზე, რა თქმა უნდა, მე მაშინ პირიქით გადავერთები მთელი ჩემი ენერგიით იმ ბრძოლაში, რომელსაც ჯერა. ხო, საინტერესო, ანუ ხელისუფლებისადმი ამ შიმშილობას მოთხოვნა არ არის. არანაირი. იმიტომ რომ ხელისუფლება არ არსებობს. აი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ, რა ვიცი, 21 წელია და, რა ვიცი, ორჯონიკიძეები და ისინი მოდიან და გეუბნებიან, რომ მოდით აბა, ეხლა დავიწყოთ მოლაპარაკებები რაღაცაზე. და ვიცით ჩვენ ეს ეგეთი რაღაცები როგორ მთავრდება, ამიტომ არ არსებობს აქ ხელისუფლება, არც ლეგიტიმური ხელისუფლება არსებობს, არც ადამიანები არსებობენ. ხო, ჩვენ რასაც უყურებთ ეს რა არის? ციხეში მყოფ ტყუილად მყოფ ადამიანებს, დედები, მამები უყდებათ და საერთოდ ლექსო ლაშქარავას ამბის მესად რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მათ არც ლეგიტიმაცია და არც ადამიანობა არ აქვს და ცდილობენ ეს ადამიანობის დაკარგვის და ზიზღის გარემოში გვაცხოლონ. ამიტომ რა თქმა უნდა, მე მათთან არაფერი მოთხოვნა არ მაქვს, მე მაქვს მათთან გამოცხადებული ძალიან ესეთი უკან არც ერთ ნაბიჯს რომ არ გადავდგავ ისეთი ბრძოლა. გასაგებია. თუმცა ის ხალხი, ვინც ემხრობა არჩევნების წასვლას, ამბობენ, რომ გამოჩნდა, რომ ეს მუხტი აღარ არის ხალხში ისეთი, როგორიც შეიძლება ქუჩიდან მოიტანოს სულებები, ამიტომ მაგალითად გახარიას პარტიამ მიკითხა და კაი გამოუცხეთ ბოიკოტი და მერე რა ხდება? რა უშვებით? ამაზე გააქვს პასუხი? რა თქმა უნდა, სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი. ეხლა რომ მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ არ გავიდეთ არჩევნებზე.
მე ვამბობ, მე ვსაუბრობ ბრძოლის ალტერნატიულ გზაზე. სადაც ჩვენ ცალ-ცალკე ამას ვერ ვიზავთ, ერთად უნდა ვქნათ. ჯერ ერთი პროტესტმა არაფერი არ მოიტანა და არ გამოვა ქუჩიდან არაფერი, არის კაპიტულაცია. და ეს კაპიტულაცია არ გამოუცხადებია არც ერთ პოლიტპატიმარს. და ეხლა გადაწყვიტა პოლიტიკურმა პარტიამ გამოუცხადოს ეს კაპიტულაცია. თორე ხო შეუძლიათ ყველა იმ 50-ზე მეტ პოლიტპატიმარმა თქვას, რომ აღზრი აღარა აქვს, ეხლა და მე მაინც გამოვიდე, ხო იქიდან. ეს ერთი, მეორე, მე ვაპარაკობ სწორედ იმაზე, რომ ჩვენ ამ საერთო პოლიტიკური ერთობით უნდა დავიწყოთ ხალხთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმისთვის რომ ხალხს აუხსნათ, რომ ლეგიტიმური მთავრობა არ არის ქართული ოცნება, მათ ინიციატივებში ჩართვა შეიძლება გაფიცვის მასშტაბს დღესვე ვერ მიაღწიო, მაგრამ პრინციპულად ჩვენ მთელ ქვეყანაში მათთან დაუმორჩილებლობის კამპანიას ატარებ, რომლის ნაწილიც არის არჩევნები. და ამას ჭირდება ძალიან კონკრეტული მუშაობა. მაგალითად, ყველა იმ რაიონულ ორგანიზაციაში, რომელიც გააჩნია ყველა პარტიას. იქ ხალხის მობილიზება, იქ ხალხის პროტესტის ორგანიზება და ამ ბრძოლის გამართვა. პლუს ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ პარტნიორებს უკვე უთხრათ, ის კი არა, რომ აი ცესკოს თავმჯდომარე რატო უნდა დაასანქციოს ახლა ვიღაცა. თუ მე ვამბობ, რომ შევდივარ ამ არჩევნებში, ხო? ამიტომ მე იმათ ვეუბნები, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან ჩვენ არ გადაგვედგია, პროტესტს ვაგრძელებთ. თავგანწირვის რეჟიმშია პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრიც და მოსახლეობაც, აქტივისტებიც და ბევრად მეტი მორალური ძალით, ციცხადით და მეტი შედეგიანად შევძლებთ მათ შორის იქიდან ზეწოლის გაზრდას. რატომ მას შევხედოთ კიდევ ამ ხარის არგუმენტებს, მაგალითად ერთ-ერთი არგუმენტია, რომ პირიქით ეს იქნება ბრძოლა, რადგან ეხა მინავდა თითქოს რაღაცები, კამპანიის დროს შეგიძლია ხალხს მოუწოდო ბრძოლისკენ აიყოლიო და გასთავარია დაანახო გამარჯვების პერსპექტივა თბილისში. და უთხარო, აი როგორც თქვა ლელო, თბილისი გამოვგლიჯოთ ხელიდან. ამის არ მჯერა? არა თუ არ მჯერა. ამის მეცნიერულად დასაბუთება შეიძლება რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ რატომ აი მაგალითად არგუმენტია, რომ იმ გაყალბებულ არჩევნებში 60-40-ზე მოიგო ოპოზიციამ და ეხლა რატო არ შეიძლება? ლუკაშენკო მაგალითად 20%, 80-20-ზე იყო და მაინც ის დაწერა რაც უნდათ. ამ ტიპის რეჟიმებში არჩევნები არის დემონსტრაციულად გაუქმებული. ჩვენ 26 ოქტომბერს, როდესაც არჩევნებს დავარქვით, რუსული სპეცოპერაცია. ან მაშინ ვიტყუებოდით, ან 26-ის მერე რაღაცა ისე შეიცვალა, თუ ამ არჩევნებმა შინაარსი შეიძინა. ამ დროს მოხდა ზუსტად პირიქით. ის, ვინც უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ციხეშია, ის, ვინც უნდა დააკვირდეს არჩევნებს, აკრძალულია და კიდე ციხეში იქნება, გარდაუვალია ეს. ის წესები, რომლითაც მიახლოებული უნდა იყოს არჩევნებთან, მაგალითად, არ ვიცი, ღიაობის, ფარულობის პრინციპი და ასე შემდეგ, უკვე ნორმალიზებულია, რომ არც აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას. შესაბამისად, ბრძოლა, რომელსაც არ აქვს წესი, ვერ ერქმევა არჩევნები. მეც ვთავაზობ ბრძოლას. ოღონდ ბრძოლას სიყალბ პროცესში კი არა, რეალურ პროცესში. რომ სიმართლეა, რომ ამ ქვეყანაში არ არის არჩევნები. მაგრამ ანუ ამ პირობებში, როცა თბილისი არის ასე ოპოზიციურად განწყობილი, ხო არჩევნებზე გამოჩნდა. შეუძლებელია რომ გარდატეხო აბსოლუტურად შეუძლებელია რომ არჩევნები არა. რა შეიძლება ქნას თბილისში რომ ეს ამბოქაჩოს. რაც უნდა ის დაწეროს. აი ზუსტად ჩვენ მაგალითად რო უყურებთ როგორ იჭერენ ხალხს, როგორ არაფრის დასაბუთება არ ჭირდებათ. არც ერთი მექანიზმი, რომელიც მე ინსტრუმენტს მომცემს, მაგალითად საარჩევნო დავების რაღაცა პერსპექტივა, რომ აი სასამართლო შეიძლება იყოს შემაკავებელი. რაც სხვა ქვეყნებში მომხდარა, რომ აი საკონსტიტუციო სასამართლო არსებობს, აი რაღაც კუნძული არსებობს, რომელიც ამ უსამართლობას აღუდგება წინ, ხო? არც ერთი ესეთი კუნძული არ არსებობს. ამიტომ ვერ ერქმევა ამას არჩევნებით, თორე რუსეთში ხო იძახენ არჩევნები ტარდებოდა, რასაც უნდა იმას აკეთებენ. გავწდით ჩვენ იმ სტადიას, სადაც არჩევნებზე ხდებოდა манипуляция. მათ გააუქმეს არჩევნები მთელი თავისი არსი. ხო, და უნდა გამოვა არათანმიმდევრულობა, ხო? ხა თუ ამბობ რომ არჩევნები გაუქმდა საპარლამენტოზე თუ თქვი რომ არჩევნები გაუქმდა ამ ქვეყანაში, ეხლა რა არჩევნებში მიდიხარ. რატო? თორე რო იყოს სიტუაცია, რომ აი თქვათ შეიძლება წააგო, მაგრამ თამაშის წესები არის სამართლიანი, მაშინ უნდა მიიღო მონაწილეობა. აქ იმაზე კი არ არის, ვერ მოვიგებ და რა აზრი აქვს. შეიძლება ვერ მოიგო არჩევნები, მაგრამ ეს იყოს არჩევნები. და ეხლა რა პროცესიც არის, ეს არჩევნები არ არის. ეს არის გათავხედებული ხელისუფლების მოვიგის სპეცოპერაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მე არ ვიძახი, რომ არ ვიბრძოლოთ. მე ვიძახი ვიბრძოლოთ, ოღონდ ჯერ ერთი ვიყოთ თანმიმდევრულები, სიმართლის გარშემო ვიბრძოლოთ და ხალხთან კოალიციაში ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ და ხალხმა არ მივიღოთ ეს ხელისუფლება. აი, ყაველაშვილის მაგალითია. ყაველაშვილი მათ დანიშნეს, ხო, ტექნიკურად აქ მივიდნენ, შეიკრიბენ, რაღაცა ითამაშეს, მუსიკას დაუკრეს და ასე შემდეგ. დღეს ყაველაშვილი არის პრეზიდენტი? აი, თავისი
ფუნქციურად ის ასრულებს პრეზიდენტის როლს. პრაქტიკულად ვერა. კი, რაღაცებს ხელს აწევს, ვიღაცას იწყალებს, მაგრამ პრეზიდენტი, რომლის მთავარი ფუნქციაა, რომ გარეთ დადიოდეს და ხელს არ თმევდნენ, პრაქტიკულად კაცშვილი მას ხელს არ ართმევს. ანუ ლეგიტიმაცია არის არა ის, რომ შენ დაგნიშნავენ, არამედ ის გაღიარებენ თუ არა. ზუსტად ამ პრინციპით არჩევნები ვერ შედგება, თუ ჩვენ ხალხთან ერთად ამ არჩევნებზე ვიტყვით, რომ ეს არ არის არჩევნები და გავაგრძელებთ იმ მოთხოვნებს, რაც გვაქვს. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესი. ხო, მაგრამ თუ ხელისუფლება არ მოდის დათმობებზე და ჩვენ ხედავთ ახლა, ხო, პირიქით მიდის ესკალაციისკენ. აგერ დაიჭირეს პოლიტიკოსები მათ შორის. ხო, მაშინ რა ხდება? როგორ უნდა აიძულოს ხელისუფლებას ამოდის დათმობაზე, თუ ხალხიც აღარ არის ქუჩაში? ნახეთ, სწორედ ამას ვამბობ. პირველი, ხალხი რატო აღარ არის ქუჩაში? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. უკმაყოფილება არცად არ წასულა, ყველა კვლევაში ჩანს უკმაყოფილება, მაგრამ სიცხადე არ არის, ვისთვის გამოვიდე? აი რომელია ბრძოლის გზა? აი მარტივად მე რო ვარ ხულოში. მე ხა ხულოში მოვემზადო იმისთვის, რომ თქვა, რომ ეს არჩევნები არ არის, თუ წავიდე და მოვემზადო დაკვირვებისთვის, რომლის უფლებასაც ავარაუდოდ კიდე არ მომცემენ, ხო? ამიტომ ადამიანები არიან დაბნეულები, მუხტი არსებობს, უბრალოდ არიან დაბნეულები. მეორე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არის გადმოსული იმაზე, თავდასხმაზე, მაგრამ როდესაც ის თავს გესმის, შენ კაპიტულაციას აცხადებ, თუ ძალებს იკრებ და მე ვამბობ, მოვიკრიბოთ ეს ძალები, ძალების მოკრება არის პოლიტიკური ძალების მოკრება, პრეზიდენტთან ერთად და ხალხთან ერთად. თუ რაღაცა რამდენიმე პროცენტი შანსი მაინც არის თბილისის მოგების და რო წამოვიდიო თეორიულად, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ, ეს არ იქნება ახალი, ასე ვთქვათ, ძალების მოკრებისთვის კარგი ბიძგი. არჩევნები რო ტარდებოდეს, კი, ოღონდ არ იქნება ეს არჩევნები. ანუ მე როგორ უნდა, აი, ვინ ამიხსნის, რომ ეს იქნება არჩევნები? თავად ლელოც, რომელიც ამბობს, რომ ამაში უნდა შევიდეთ, ამბობენ, რომ იმიტომ კი არ უნდა შევიდეთ, რომ მართლა გარანტირებულად გამოგვლიჯავთ. ამბობენ, რომ კიდე ერთხელ რომ გაყავდება, ხალხი გაბრაზდება და ვიცით ჩვენ ეს ხო, ანუ რომ უკვე მარტო კი არ გაყავდა, გაუქმდა არჩევნები. აი, ამას ვერ ვიაზრებთ ხოლმე ჩვენ, რომ გაუქმებული, აი, ვისგან შედგება არჩევნები? კანდიდატი უნდა იყოს, კანდიდატები ციხეში არიან, დამკვირვებელი უნდა იყოს, დამკვირვებლობა აკრძალულია. რაღაც წესი უნდა იყოს, რომ მე რო იქ რაღაცას ჩავაგდებ, ის დაითვლება რაღაც წესით. არაფერი არანაირი წესით არ დაითვლება, ხო? ეუთოოდირი, ხო, რომელიც რაღაც მაგაზე ამბობს ხელისუფლება, რომ აგერ ელექტრონული არჩევნებია და პლუს ეუთოოდირმა აღიარა ჩვენი არჩევნები და მოუწოდა. ხელისუფლება ამბობდა, რომ ელექტრონულია და იმ ელექტრონულზე რაც უნდათ ის დაწერა. ანუ ელექტრონული არჩევნები, სადაც შენ მარტო ფარულობის პრინციპი რო აიღო, რომ ყველა ქაღალდზე ჩანდა, ვინ დასაძლევდა ხმას, ეს ხო არჩევნები არ არის. ელექტრონული არჩევნები კი არ არის პანაცეა, არამედ ელექტრონულად სამართლიანად ჩატარებული არის და სამართლიანობაზე პრეტენზიასაც კი არ აცხადებენ ესენი და ამბობენ, რომ არა, არც ეუთო არ ჩამოვა, არც NGO არ ჩამოვა, არც დამკვირვებელი არ იქნება, გცემ, როცა მინდა გცემ, შენ ნინო დათაშვილს რა უქნეს, ცემეს და დაიჭირეს. ანუ ამ უწესო ბრძოლის თამაშებში როგორ შეიძლება შენ გამოაცხადო კაპიტულაცია და თქვა, რომ მოდი ეხლა ვერ გერევი. ეგ რას ქვია ვერვერევი? ერთად გევართ ყველა? ყველამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვერიოთ? გავაერთიანეთ ძალები? გავედით ყველა სოფელში და ბრძოლისკენ მოუწოდეთ ხალხს? თუ ორი თვეა დაკავებულები ვართ ერთმანეთთან ტელევიზორში კინკვაობით. ხო, მაგრამ ნუ როგორ ჩანს, ბევრი ფიქრობს, რომ ხალხმა ხელი ჩაიქნია და ქუჩაში აღარ გამოვა იმენი ადამიანი, მე ბევრისგან მომისმენია მოსაზრება, რომ აღარ გამოვა, თუ ისევ ირაკლი ყობახიძემ არ გამოიყვანა რაღაც განცხადები. პოლიტიკოსი რომელმაც ჩაიქნია ხელი, უნდა წავიდეს სახლში. პოლიტიკაში იმიტომ არ ახარ, რომ შენ რო ჩაიქნევ, ის ხელის ჩაქნევა მე გადაზღვა. არა, ბევრი თვლისო, რომ ხალხმა ჩაიქნია ხელიო და ვინც თვლის, რომ ყველამ ჩაიქნია ხელი და უნარი არ გააჩნია, რომ ხელი კი არ ჩაიქნიონ, პირიქით ბრძოლაში კონსოლიდაცია გააკეთონ, ის პოლიტიკოსი არის დეპრესიაში და უნდა წავიდეს სახლში. ასაგებია. თქვენ როგორ გონიათ, ხელისუფლებას უნდა რომ მიიღოს ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში? კატასტროფულად უნდა და ამის ძალიან ბევრი. მაგრამ მათ თუ კითხვა შემოდის, მაშინ რატო დაიჭირა ლელოს ლიდერები? აღუძრა საქმე გახარიას, იმიტომ რომ ისინი თანახმად იყვნენ არჩევნებში წასვლაზე და თუ უნდა მაშინ არ უნდა დაიჭირა, ლოგიკა რაშია? ლოგიკა იმაშია, რომ მე შენ გცემ, მაგრამ შენ მაინც ისე მოიქცევი, როგორც მე მინდა. აი იგივე დათაშვილის, აი დათაშვილი ცემეს და დაიჭირეს. მე შენ დაგიჭერ და შენ მაინც მიიღებ მონაწილეობას. ანუ იმას ის კი არ უნდათ, რომ არჩევნებით რამე განმუხტონ. მათ უნდათ, რომ ნორმალიზება მოახდინონ მათი ბანდიტური წესების, იმიტომ რომ ამის შემდეგ იცით რა მოხდება? ამის შემდეგ რუსეთშიც არის სისტემური ოპოზიცია ეს ეძახიან. იქნება ოპოზიცია, რომელსაც ერქმევა სახელი რომ ოპოზიციაა,
იქნება პარლამენტი, რომელსაც ერქმევა სახელი რომ პარლამენტია, იქნება არჩევნები, რომელსაც ერქმევა სახელი რომ არჩევნებია, მედია იქნება მხოლოდ პროპაგანდის იარაღი და მე ჩვენ ვიტყვით რომ რა ვქნათ ვერ მოვერიეთ და ნუ კონდეს პროფესია პოლიტიკოსის. ამიტომ არათუ ჩაქნე, არანაირი საფუძველი არ აქვს ხელის ჩაქნევის. ხევები სისტემაში არის. დაჭერებიც კი მიდის იქ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა წასულია. სანქციების შიში არის. სანქციების პოტენციალი არის, ოღონდ სანქციებს მოგცემენ მაშინ, თუ შენ იბრძვი და შენ თუ არ იბრძვი და იცახი რომ აღარ გამოდის არაფერი, მაშინ რატო გარედან რატო იქნება ზეწოლი? ხო, ეს მნიშვნელოვანია რომ ხედავდეს რა თქმა უნდა. გარეთ ხედავდნენ რომ აქ არ დანებდა ხალხი, ხო ამაზე. რა თქმა უნდა, ხალხი და პოლიტიკური სპექტრი. ხალხი და პოლიტიკური სპექტრი. თქვენ მოუწოდეთ საუნე ზურაბიშვილს, რომ ნათლად გამოხატოს პოზიცია ამ თემაზე. მაგრამ თითქოს თქვა ამან რომ არ მინდა არ ემხრობოდა რომ არ წავიდეთ არჩევნებში, ანუ შეიცვალა რამე? ხო, პირველ რიგში მე არაფერი არ მომიწოდებია, მე უბრალოდ ჩემი სურვილი გამოვთქვი, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ყველამ ჩვენი აზრი მართლა ძალიან ღია და ცხადად თქვა. კი, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან პრინციპული და სწორი პოზიცია მარჩევნებთან დაკავშირებით. შემდეგ გაგრძელდა ეს კონსულტაციები, რომელიც გამოწვეული იყო ლელოს პოზიციით, ხო? გაგრძელდა და მე ხედავ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს შეკრას ერთობა, უბრალოდ მე მგონია, რომ მოდის მომენტი, სადაც მექანიკური ერთობა ორ განსხვავებულ სტრატეგიაზე უბრალოდ არ გამოვა. და აქ მე მისი ლიდერობის ჯერა, რომ ის მოახერხებს სწორი პოზიციის გარშემო ჩვენ გაერთიანებას. იმიტომ რომ მას გამოჩნდა, რომ შეიძლება შეეცვალა. მე მგონია რომ მას არჩევნების მიმართ არ შეუძლია აზრი, უბრალოდ ეძებს გზებს როგორ გააერთიანოს ოპოზიცია და მე მგონია რომ შეუძლებელია ორ განსხვავებულ სტრატეგიაზე გაერთიანოს, ამიტომ მან თავის პოზიცია უნდა თქვას, რომელი გზა მიაჩნია სწორი და მე ხა რაც მქონდა კომუნიკაცია, ნამდვილად საჯაროდაც ნათქვამი აქვს, რომ მას არ ჯერა ამ არჩევნებს. ბატონო, ნახოთ ალბათ კიდე მოუწევს რომ თქვა თავისი აზრი ამ თემაზე. თქვენ თქვენ ახსენეთ რომ აი ხელისუფლებაში ერთმანეთს დაერივნო და რაღაც ესეთი პროცესი დაიწყო. თუ იქ პირიქით კონსოლიდირების პროცესია ერთი ფიგურის ირაკლი კობახიძის გაძლიერების მიმართულებით, ანუ ივანიშვილი ირაკლი როგორც იქნა იპოვა ისეთი პრემიერი, რომელიც ყველაფერს შეუსრულებს მას და მას აძლევს ამ ძალაუფლებას და მის ირგვლივ ხდება კონსოლიდირება. ოღონდ ოლიგარქია, როგორიც ჩვენ გვაქვს იმართებოდა არა ერთი საყრდენით და ესე მართავდა ბიზნესი, არა ბევრი საყრდენით. ხა შეცვალა და ეს საყრდენების შეზღუდვა, როგორც მინიმუმ შემცირება ამ საყრდენების უკვე ეს არ ხდება. მე არ მინდა რომ ზედმეტი ოპტიმიზმი თქვა რაც არ არის, მაგრამ ეს არ ხდება მისინებით. ეს ხდება გარკვეული პრობლემების გამო შეგნით ამ კლანების გადალაგება, დაჭერა, დაპირისპირება. ამიტომ კი ეს გადალაგება, მაგრამ ეს არ არის ნებაყოფლობითი გადალაგება, ეს არის იძულებითი გადალაგება, რომელიც ახლა თუ დროს მივცემთ უსასრულო და ვიჯდები და დაველოდებით ახლა რომ და რაღაც მათი დღის წესრიგით ვიქნებით, შეიძლება გადალაგდეს, მაგრამ ეს რყევის პროცესი ნამდვილად არის. ო, მაგრამ ფიქრობთ თუ არა რომ შეიძლება ამ შემთხვევაში ივანიშვილი უბრალოდ კობახიძეს როგორც მემკვიდრის დასატოვებლად ამზადებდეს? მას ყავდა ორჯერ ხმა რო არ უნდა და ეგეთი მემკვიდრე. ორჯერ მისცა შანსი ღარიბაშვილს და ეს ვერ გამოიყენა როგორც ჩა. არა, ძალიან კარგად იყენებდა, მაგრამ ფაქტია რომ ლილუაშვილი, აი წარმოიდგინეთ, ეგეთი ტიპის სახელმწიფოში შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსი, ყოფილი პრემიერი, პარტიის თავმჯდომარე, ეს ხალხი ყველა მიდის. ჩვენ ზუსტად ვერავის ვერ გვეცოდინება რატო, მაგრამ ფაქტია რომ მას ხალხი ეცლება და არა პირიქით. ამიტომ კონსოლიდაცია ვერ იქნება ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული სისტემა. ხო, მაგრამ აი მაგალითად ირაკლი კობახიძემ ახლა გამოაცხადა ფაქტობრივად ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ, დაიჭირეს ერთი და გუშინდას პარლამენტში ამაზე ილაპარაკა, რომ ჩვენი გუნდში შეიჩოვა მხოლოდ კეთილსინდერის ამის შესაძლებლობა იქნება, რომ თითქოს ანუ აი ეს არის ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კორუფციას დაამარცხებს ამ ხელისუფლებაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად ჩაფლულია სისტემა კორუფციაში და ის დაჭერა, რომელსაც ეძახიან კორუფციასთან ბრძოლას, არის შიდა დაპირისპირების გამო დასჯილი. ეს ფაქტი მაგალითად აი ამ ეს მიქაუტაძის ფაქტი იყო ცნობილი დიდი ხნით ადრე. მაგრამ რომ მაშინ არ ქონდა ეს ძალაუფლება კობახიძეს. ძალაუფლება როგორ არ ქონდა კობახიძეს? როგორ არ ქონდა ძალაუფლება კობახიძეს? მაშინ პოლიტიკური საჭიროება. არა, რა ძალაუფლება უნდა კორუმპირებულის დაჭერას? ჩვეულებრივ ყველა ინსტრუმენტი ქონდა. უბრალოდ მაშინ არ აწყობდა, არ იყო პოლიტიკური საჭიროება ამ კაცის. პლუს ახლა ინფორმაციაც არის, ზუსტად ვიცით, რომ მიქაუტაძის დაჭერა უკავშირდება
გარკვეულ შიდა დაპირისპირებას, იქ ღარიბაშვილის ფაქტორია, სხვადასხვა ფაქტორებია და არის მიდის მასზე ზეწოლა, რომ რაღაც ინფორმაცია გათქვას. თქვენს ამ პროცესების შედეგად უფრო გაძლიერებული გამოვა ოცნება შიგნით. ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ ვაცლით და ჩვენ თუ ძირითადად დაკავებულები ვიქნებით აი ამ რაღაცა ცოტა აპათიით, გაურკვევლობით, მოქმედობით, კამათით, მაშინ რა თქმა უნდა გაძლიერდება ოცნება. მაგრამ ჩვენ მათ შორის აი ამ რყევის და სისუსტის პერიოდში თუ ვიქნებით შეტევაზე და სწორი სტრატეგიით, მაშინ რა თქმა უნდა მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ რყევების შენარჩუნება. თუმცა აქამდე გაუძლეს, ხო? რამდენიმე კრიზისი გადაიტანეს, ხო? 23-ში, 24-ში, მერე 24-ის გაზაფხულზე, მერე აგერ რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ეძახით ამას ჩვენ რუსულ ჰიბრიდულ ომს. ეს ხო არ არის რაღაც მხოლოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი, რომელსაც თავის წესები გააჩნია, რომელსაც აქვს დიდი რესურსი, მაგრამ დღეს პირველი ნიშნებია იმისა, რომ მათ შიგნითაც ეს რყევები არის ძალიან ხელშესახები. ეს რყევები არ არის მათი ჩამოშლა ჯერ, მაგრამ ეს რყევები ნამდვილად არსებობს. ხო, მაგრამ ხარდამჭერები წყავთ, ხო? ისინი ვინც მათ პოლიტიკას ხარს უჭერს დღეს მოსახლეობაში. და შესაბამისად, როგორ გონიათ, რა არის თავარი, რაზეც დგას ოცნების ხარდაჭერა, რაც აქვს, რამდენი პროცენტიც არ უნდა ქონდეს. ხარდაჭერა აქვს რეკორდულად დაბალი, მათ შორის თბილისში ამას თავადაც ლაპარაკობდით. ისინი არიან სრულ უმცირესობაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ადამიანი ჯერთი, რომელიც ცდება, მაგრამ არის ერთი ფაქტორი პროპაგანდა და ადამიანების ამ პროპაგანდისგან დაბნეულობა, მეორე ფაქტორი არის სარგებელი. კონკრეტულად ისინი ხას უჭერთ, ტენდერებს იგებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფულს აკეთებენ, ეს მიქაუტადის საქმეც ხო ეს იყო, ხო? რაც ნახეთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მხარდაჭერები ყავთ, არიან სრულ უმცირესობაში. აი ეს ხალხი, რაზეც ეხლა დგას, ხო, პროპაგანდა ახსენეთ და მთავარი პროპაგანდა, რაც გუშინ გაიმეორა კიდე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში არის იმაზე, რომ თავის ხალხის უნერო დღეს საქართველოს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასოდეს. ისინი ამბობენ, რომ აქამდე ჩვენც კი იძულებული ვიყავით ანგარიში გაგვეწია რაღაც ელჩებისთვის, ხო, წულუკიანი ამბობს, რომ რაღაც ელჩი ვიღაცის დანიშნულებას ყოფდა. კობახიძე თქვა, რომ კანონების დაწერაშიც კი ერეოდნენ და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ გავთავისუფლეთ. ანუ ისინი სთავაზობენ ამ ადამიანებს, მათ მომხრეებს რეალური დამოუკიდებლობის იდეას. ანუ ეუბნებიან, რომ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა რუსეთი იქნება შენი პატონი თუ რაღაცა დასავლური ძალები და ეს შეიძლება იყოს ვიღაცის მომხიბლელი იდეა. მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის, რომ თუ დაიჯერებს, რომ აი მართლა მყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ყველას გაუწიოს წინააღმდეგ. რუსეთში პუტინმა 2000-იან წლებში მოიგონა სუვერენული დემოკრატიის იდეა. ზუსტად იგივე იდეა არის, ამიტომ უფრო ეს არის იდენტურად ვითარდება რუსეთს და იძახდა, რომ ჩვენ ძანებელი არავინ საერთოდ არ გვეყოლება და სინამდვილეში არავის არანაირი სურვილი რომ ყოფილიყო რუსეთის ძანებელი არ ქონიათ. უბრალოდ ისინი ანაცვლებენ ამ წარმოდგენებს და ჩვენ ვინ არის ჩვენი ბრძანებელი? ქვეყანა, რომელიც შენ მილიარდობით გეხმარება 20 წლის განმავლობაში. ქვეყანა, რომელიც იცავს შენ სუვერენიტეტს. ქვეყანა, რომელიც სამართლიანი ძლიერი ინსტიტუტების დამკვიდრებაში გეხმარება. ქვეყანა, რომელიც გიღებს ევროკავშირის კარს. ეს ქვეყნები არიან ჩვენი ბრძანებლები და თუ ბრძანებლობაში იმას გულისხმობს, რომ არც ემო ადამიანი, არ მოკლა ადამიანი, უილარ დაიჭერო ადამიანი მოსამართლეების დანიშნულებას და ეგეთ რაღაცებს მოსამართლეებს ძალიან დიდი ფული აქვს დახარჯული ამერიკას, ოღონდ დანიშნა მოსამართლეების ხდებოდა აქ, მაგრამ მათთვის რესურსის მიცემა, განათლების მიცემა, შესაძლებლობებს იძლეოდნენ ისინი. ამიტომ მე მესმის თქვენ რაც ამბობთ, ეს არის გავცეთ პასუხი. პროპაგანდისტული ხერხია, ძალიან ნათელია, რაც ჩვენ ვარსებობთ, რაც კი დამოუკიდებლები ვართ, ეს დასავლური ქვეყნები არიან ჩვენი დამხმარეები. და თან იღებენ დიდ რესურსს რომ დაგეხმარონ და ჩვენი ოკუპანტი არის რუსეთი. ეხლა ესენი იძახიან რომ ოკუპანტი და ის ვინც მილიარდობით მეხმარებოდა, ის ვინც ვიზები გამიხსნა, ის ვინც განათლების საშუალება მომცა, არის თურმე ერთნაირი. ამას ქვია ზუსტად ღალატი და ამიტომ არიან ესენი რუსები. ერთი რაზეც ეყარდნობიან არის ის რომ აი მაგალითად რუსეთი არის საშიში, აგერ ნახეთ რა მოხდა უკრაინაში და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც აგერ რაღაც ელენე ხოშტარიასავით ან ოპოზიციასავით ნატოს კი არ იყურებს და რაც ნიშნავს რუსეთს თავით შეასხდე. არამედ რაღაც ისე თხილ პოლიტიკას გაატარებს, რომ ომი არ იქნება. და ეს ვიღაცებისთვის მომხიბლელი წინადადება შეიძლება აღმოჩნდეს. ამაზე რა სიტყვები? ხო, ამასაც იტყუებოდნენ ძალიან კარგად. ჩვენ რუსეთთანაც ფხილი და საერთოდ ზოგადად ფხილი პოლიტიკა უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს სიფრთხილე რა არის?
როდის ხარ შენ უფრო დაცული რუსეთისგან, როდესაც შენ გვერდში არის ამერიკა, ევროკავშირი, ცივილიზებული ძლიერი სახელმწიფოები, თუ მაშინ როდესაც შენ უპირისპირდები ამ ძლიერ სახელმწიფოებს და რჩები მარტო რუსეთთან, ამაზე ელაპარაკე. ფინეთი მაგალითად თუ ცოტა ხნის წინ შევიდა ნატოში. სამეზობლო არის რუსეთის, ხო? იმუქრებოდა რუსეთი, რომ აი, ნატოში თუ შევაჩენე მეზობელი, თუ გაფართოვდება ნატოს საზღვრები, მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ. პირიქით, დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო არის ფინეთი, ვიდრე როდესაც არ იყო იგი ნატოს წევრი. ამიტომ ესეც არის ჩანაცვლება რაღაც ტერმინების სინამდვილეში, იმიტომ გვინდა ზუსტად ევროკავშირში და ნატოშიც რომ ვიყოთ შვიდობიანად, იმიტომ თუ შეხედავთ, ერთადერთი მშვიდობის არეალი არის სწორედ ეს ქვეყნები. გასაგებია და ბოლოს მინდა რას ეთქვით იმ ხალხს, ვინც გამოდიოდა აქციებზე და აღარ დადის. ანუ რას ეთქვით მათ, რის იმედი შეიძლება მათ კონდეთ და რის გამო შეიძლება კიდევ გამოვიდნენ. პირველი ვეთქვი იმას, რომ სწორედ მათ ბრძოლაზე და მათ პრინციპულობაზე დგას ის, რომ ჩვენ დღეს მთელი მსოფლიო გვიჭერს ხარს. და ამიტომ მათია გამოსვლა არც ერთი დღე არ ყოფილა ფუჭი. მეორე ჩვენ უნდა ეხლა ძალიან სწრაფად ჩამოვყალიბდეთ სწორ ბრძოლის სტრატეგიაზე და მათ უნდა იცოდნენ სად, როდის, როგორ დისთვის გამოვიდნენ და დარწმუნებულიო რომ კიდე გამოვლენ. ზოგადად ხანგრძლივი პროტესტი არ არის მარტივი, როდესაც 200 დღეზე მეტი ადამიანები ქუჩაში გამოდიან, ეს გამოფიტვასაც იწვევს, იმედგაცრუებას ეჭვებს იწვევს, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და იმ ხალხმა, ვინც აქ დადიოდა და დადის, მოიტანა თავის მხრებზე იქამდე ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სუვიზო რეჟიმი, ჯერ კიდევ მხარს გვიჭერენ და არა ვარ დატოვებულები მართლა. როგორ გონიათ, გამოვა ისე ხალხი? აუცილებლად. მადლობა ინტერვიუსთვის.